ევროკომისიამ ჩინური სწრაფი მოდის ონლაინ გიგანტის შეინის წინააღმდეგ ფორმალური გამოძიება დაიწყო. გამოძიება ციფრული სერვისების აქტის ფარგლებში გამოვლენილ 3 კონკრეტულ დარღვევას ეფუძნება, მათ შორისაა იარაღისა და ბავშვთა სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული თოჯინების პლატფორმაზე გაიდვა. მარკეტინგულ დიზაინში იმგვარი ტექნოლოგიების გამოყენება, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს და ასევე მომხმარებელს პლატფორმაზე უფრო დიდი დროის გატარებისკენ უბიძგებს. კიდევ ერთი შესაძლო დარღვევა გამჭვირვალობის ნაკლებობას უკავშირდება. კერძოდ იმაზე, თუ როგორ უწევს პლატფორმა რეკომენდაციას მომხმარებელს კონკრეტულ პროდუქტზე. სტატისტიკის თანახმად შეინი ევროკავშირში 145 მილიონ მომხმარებელს აღწევს. ეგრეთ წოდებული საიდუმლო შოპინგის გზით გამოვლინდა 3 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი 27 პროდუქტი, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულად შეუთავსებელია. ასევე საყურადღებოა დამოკიდებულების გამომწვევი ტექნიკების გამოყენებაც, რომელიც არასრულწლოვანებზე მოქმედებს. რადგან პლატფორმების უმრავლესობაზე 13 წლის ზემოთ მყოფი პირები უკვე დაშვებულები არიან. კითხვა ისაა, გაანალიზა თუ არა ეს რისკები კომპანიამ. პირველადი პასუხიდან ჩანს, რომ შეინს რისკები არ შეუფასებია. გზავნილი ძალიან მკაფიოა. შეინმა უნდა გაანალიზოს რისკები, რომელსაც ევროკავშირის მომხმარებლებს უქმნის. ეს რისკები უნდა შემცირდეს. ჩვენ ჩავატარებთ სიღრმისეულ გამოძიებას და მოუწოდებთ კომპანიას ითანამშრომლოს მასთან ამ პროცესში. სიღრმისეული გამოძიების ფარგლებში შესაძლოა იგულისხმებოდეს დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვაც, დაკითხვები და მონიტორინგის სისტემის ამოქმედებაც. თუ კომპანიას ბრალდებები დაუდასტურდა, ბრიუსელს შეეძლება დაუწესოს მას დროებითი ზომა, დააკისროს მას კონკრეტული ვალდებულებები ან გამოიტანოს განაჩენი მოთხოვნების შეუსრულებლობის საფუძველზე, რასაც შესაძლოა დიდი ფულადი ჯარიმებიც მოჰყვეს. ური ნიუსთან ინტერვიუში კომპანია შეინმა განაცხადა, რომ სერიოზულად ეკიდება მის ვალდებულებებს ციფრული სერვისების შესახებ ევროპული კანონის ფარგლებში. თქვეს ისიც, რომ ისინი ევროკომისიასთან ყოველთვის თანამშრომლობდნენ.